COVID პანდემია და სამინისტროს არაეფექტური მუშაობა განსაკუთრებულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მწვავე დაისახა. მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ პანდემიისგან ყველაზე დაზარალებულ მცირე ბიზნესს დღეს ყურადღება არ ექცევა და სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია. გოგა ციცკიშვილი ყვება, რომ ამოქმედებული შეზღუდვების ფონზე არაერთმა მცირე საწარმომ მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით რაიმე ღონისძიება დროულად თუ არ გაატარა, თანამშრომლები შესაძლოა მალე სოციალურად დაუცველთა ოჯახების რიგს შეუერთდნენ. მცირე და მიკრო მეწარმეობა ამ ეტაპზე არის სრულიად გაჩერებული. რა თქმა უნდა 100%-ით არ გულისხმობ, თუმცა როგორც მინიმუმ 90%-ით. ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სარეალიზაციო სივრცეები, სადაც მოახდენენ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. სუპერმარკეტის ქსელები ჩაკეტილია მათთვის ხშირ შემთხვევაში, ასევე გამოფენები შეჩერებულია, რაზედაც ჩვენ ვთხოვეთ მთავრობას, რომ ღია სივრცეები დაეთმო ჩვენთვის და სრული რეგულაციების და სრული აბსოლუტურად რეკომენდაციების დაცვით ჩვენივე ინვენტარით უზრუნველყოფდით გამოფენა გაყიდვას, თუმცა ჯერჯერობით ამაზე პასუხიც კი არ მიგვიღია. თვითონ განიხილონ, თვითონ მოვიფიქრონ თუ რა გზა შეიძლება გამოინახოს იმისა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ. აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა მაღალ ბრუნვებზე ან რაღაცა მოგების ოდენობაზე ან ასე შემდეგ. აქ არის გადარჩენაზე მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. მცირე ბიზნეს სტარტაპერი ბაბუსის დამფუძნებელი იმ არახელსაყრელ მდგომარეობაზე გვიყვება, რომელიც ეგრეთ წოდებულმა ლოკდაუნებმა გამოიწვია. მარიამ ბრეგვაძის თქმით, შეზღუდვების არც ერთ ეტაპზე მათ ბიზნეს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება, მათ შორის არც საბანკო ვალდებულებებზე შეღავათები და არც 300 ლარიანი დახმარების პაკეტი არ მიუღიათ. ამ ეტაპზე კომპანია ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა და თანამშრომლებს საკუთარი სახსრებით ინარჩუნებს. განვითარების ეტაპები სამწუხაროდ მოგვიწია COVID პანდემიის პერიოდში, როცა საკმაოდ მძიმე ფინანსური ზარალი და მას შემდეგ მივიღეთ. ჩვენ გვქონდა სავაჭრო ცენტრში სტენდი და თანამშრომლობი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ძალიან ბევრ სუვენირების მაღაზიებთან, სადაც პროდუქციას ვაბარებდით და ამ შემდეგ და ბუნებრივია მათმა დაკეტვამ გამოიწვია ჩვენთვის სრული კოლაფსი. სახელმწიფოსგან სამწუხაროდ არანაირი დახმარება არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ შევავსეთ ის რაღაც განაცხადები დაიდო და პირიქით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს ჩვენთან დავეხმარეთ მარტში, როცა არ იშოვებოდა ფიზიკურად პირბადები საქართველოში, ჩვენ დავიწყეთ მრავალჯერადი პირბადების წარმოება ჩვენივე სახსრებით და საქართველოში დაახლოებით 10,000-მდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადე, რა თქმა უნდა, წესების სრული დაცვით მზადდებოდა ეს ყველაფერი, დავარიგეთ. ეკონომიკის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა ეკონომისტთა ნაწილი. დარგის ექსპერტების თქმით, ანგარიში სიახლე არაფერი ყოფილა და ძირითადად